საწვავის ფასის გაძვირების გამო აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.9%-ს მიაღწია, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.7% შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. თემაზე მეც გიყვებით საქმიან საღამოში. 2025 წელს რკინიგზას მგზავრთა გადაყვანა 56 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, საიდანაც 31 მილიონი ლარი მგზავრების მიერ გადახდილი თანხა იყო, ხოლო 8 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი, ჭაბუკიანი, აფენი კაბალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დეტალები რამდენიმე წუთში. საღამომშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბეკა მაცგადოვა. დავიწყოთ. სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც მთავარ საკითხს ენერგეტიკული დაკავშირებადობა წარმოადგენდა. მთავრობის მეტაურის განცხადებით, პლატფორმა გამოყენებული იქნა ევროპულ ლიდერებთან კომუნიკაციისთვის იმ საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. პრემიერმა ხაზი გაუსვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობის ჭრილში. აღნიშნული დიპლომატიური აქტივობების პარალელურად მთავრობამ ცვლილებები შეიტანა სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში, რაც ახალგაზრდული რაგბის ნაკრებებისათვის ფულადი ჯილდოების ოდენობის დაზუსტებას გულისხმობს. ახალი დადგენილებით მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისათვის გუნდი 900,000 ლარს მიიღებს, ხოლო თითოეული მოგებული მატჩისთვის 90,000 ლარი არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ დადგენილება უკუძალით ვრცელდება 2025 წლის შედეგებზეც, რაც უშუალოდ დაისახება უკვე მოპოვებული გამარჯვებების ანაზღაურებაზე. სპორტული სფეროს დაფინანსების გარდა სახელმწიფო რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა მიმართული, მათ შორის საბასტუმანის რეაბილიტაციაზე, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. პროექტი დიზაინ ბილდის მეთოდით ხორციელდება და მას ერთადერთი პრეტენდენტი შეპესე საბა კონსტრაქშენი შეასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეაბილიტაციისთვის ბოლო წლებში 280 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ახალი 2 წლიანი ხელშეკრულება მიუთითებს იმაზე, რომ ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის ვადა კვლავ გაურკვეველია. რაც შეეხება უკვე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გურჯაანი-კაბალის 30 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. 24 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ის 300 სხვადასხვა კომპანიამ განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დასრულება 2025 წლის აგვისტოში იგეგმებოდა, ობიექტი საბოლოოდ 2026 წლის აპრილში ჩაბარდა, რის შედეგადაც გურჯაანისა და ლაგოდეხის საგზაო მოძრაობა სრულად აღდგა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია გადამყვანი ოპერატორების ფინანსურ მაჩვენებლებთან, რადგან მეტყველებს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ბოლო ანგარიში 2025 წელს მგზავრთა გადაყვანა რკინიგზას 56.4 მილიონი ლარის ხარჯი მოუტანა, საიდანაც ბილეთების რეალიზაციით მხოლოდ 31 მილიონ 200,000 ლარის დაფარვა მოხერხდა. შემოსავლებისა და ხარჯებს შორის წარმოქმნილი 25 მილიონ ლარიანი დისბალანსის კომპენსირება ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა, საიდანაც კომპანიას 8 მილიონი ლარი ჩაერიცხა. ხარჯების ზრდა ფიქსირდება კერძო სატრანსპორტო სექტორში, სადაც ავტოსადგურ ოკრიბას ინფორმაციით ცალკეულ მიმართულებებზე მგზავრობა 5 ლარით გაწვივდა. ტარიფების მატება ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის რეისებს შეეყო, რაც გადამზიდავმა საწვავის ფასის მატებით დაასაბუთა. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ავტოსადგურები აღარ ადგენენ ფასებს და მხოლოდ ცნობად იღებენ გადამზიდავი კომპანიების მიერ წარდგენილ ახალ ტარიფებს, რაც ბაზარზე ფასების ლიბერალიზაციის პროცესზე მიუთითებს. სატრანსპორტო ხარჯების ზრდა ქვეყანაში არსებული საერთო ინფლაციური ფონის შემადგენელი ნაწილია, რომელმაც აპრილში წრილში 5.9% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით ფასების ფორმირებაზე ყველაზე დიდი
გავლენა სურსათის ჯგუფმა მოახდინა, სადაც ზრდამ 7.5% შეადგინა, განსაკუთრებით მკვეთრად გაძვირდა თევზეული და საქონლის ხორცი, მაშინ როცა გარკვეულ ქვეჯგუფებზე, როგორიცაა რძის პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები, მცირედი კლება დაფიქსირდა, საბოლოო ჯამში ინფლაციის დონე კვლავ რჩება ეკონომიკის მთავარ გამოწვევად, რაც მოსახლეობის მწყვიდო უნარიანობაზე პირდაპირ აისახება. $5.9% ეს ჩვენი დღევანდელი ტრაგიკომედიის მთავარი გმირი და იმ პარადოქსის სახელია, რომელშიც გვაცხოვრებენ. საქართველოს პარლამენტში რბილ სავარძლებში მოკალათებულმა ფასების კომისიამ ჭკვიანური სახეებითა და დავარცხნილი ტერმინებით ავიხსნა, რომ თურმე მაღაზიაში შესვლისას თუ გული შეგვიწუხდა და ყვითელი ფასების ძიებაში თვალები დაგვეძავა, მით უმეტეს ჩემი მხედველობის პატრონს ეს ძალიან მაწუხებს, ჩვენ შეიძლება ეს ყველაფერი უბრალოდ გვეჩვენება. გვითხრეს, რომ ინფლაციური წნეხი არ ფიქსირდება და ფასები კი არ იკბინება, უბრალოდ გვეთამაშება. თურმე high-low მოდელი გვაქვს ბაზარზე, რაც ხალხურ ენაზე ნიშნავს თუ ძვირია ფასდაკლებას დაელოდე, მანამდე კი სული რითაც გინდა იმით მოითქვიო. დღეს დილით გამოდის აქსტატი, თავად სახელმწიფო უწყება და ცივი წყლით რეცხავს კომისიის ამ პროფესიონალურ აზრებს და დასკვნებს. თურმე კი არ გვეთამაშება, იკბინება კიდეც და აპრილის ინფლაცია 2 წლიან მაქსიმუმზეც კი შედგა 5.9%. მოდით ახლა ეს მათი დაწერილი სისტემური სტაბილურობა ადამიანურ ენაზე ვთარგმნოთ და ვნახოთ სად მიდის ჩვენი ჯიბეებიდან ამოცარიელებული ფული. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ბაზარში ან უბნის მარკეტში, რომ თქვენთვის ან შვილებისთვის ადილი მოამზადოთ. ხედავთ მწვანე ლობიო. ლობიო არა, ნაცნობი პროდუქტია. მაგრამ ნაცნობი არის იქამდე, სანამ უცნობია ფასი. ფასი, რომელიც გაძვირებულია 103%-ით. იქვე უცნობი პომიდორია გაძვირებული 38%-ით. ქლიავი სულ გაქოც ყოჩებულა და 99%-ით გაძვირებულა. კარგი, საჭმელს გავეშვათ. გინდათ რომ დილით სამსახურში წახვიდეთ, ჩაასხათ ბენზინი ან დიზელი, რომელიც 32%-ით გაძვირდა დაღლილი მიხვედით სახლში და შუქიანთეთ ელექტროენერგიის გადასახადმა 25%-ით მოიმატა. კიდევ ბევრი პროდუქტია გაძვირებული, მას სათიდაოდ რომ არ მოუყვე, ისედაც ჩანს ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ ჩვენი შემოსავლების სულ უფრო დიდი წილი უბრალოდ იხარჯება იმაზე, რომ ვიკვებოთ. თუ დასვენება გვინდა, ღმერთმა გვაშოროს და ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნა, ან რაიმე გაუთვალისწინებელი ხარჯია, ისევ საკრედიტო ორგანიზაციებისკენ უნდა ავიღოთ გეზი და კი, ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ყოველდღიურობა. მაგრამ მეგობრებო, ნუ დავიგრუზებით. მთავრობამ ჩვენზე იზრუნა და შემოსავალიც და გამოსავალიც დაგვიტოვა უბრალოდ. იცით რა გაიაფთა აპრილში? ტელევიზორები 22% და ინტერნეტი 13%-ით. ეს არის 2026 წლის ქართული გადარჩენის მენიუ, როცა მაცივარი цариელია, ნაკლებად შევსებული და ოთახში ძბნელა, შეგვიძლია წავიდეთ, ვიყიდოთ გაიაფებული ტელევიზორი და უკავშიროთ გაიაფებულ ინტერნეტს და უყუროთ ბრიფინგებს იმაზე, თუ როგორ არ გაზრდილა ფასები ქვეყანაში. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცის პერანგი 10%-ით გაიაფთა. ანუ მშივრები, მაგრამ კარგად ჩაცმულები მაინც უყურებთ ამ ტელევიზორს. ჯამში ეს კარგად ჩაცმულები და გამოტელევიზორებულები უყურებთ და უსმენთ პროცესს, სადაც გვიმტკიცებენ, რომ პრობლემა ფასებში კი არა, ჩვენს აღქმაშია. საფრანგეთში უფრო ძვირია, გერმანიაში უფრო ძვირია, ხორცი ათლარად იღება სადღაც. აპატიეთ და ეს ხალხის ინტელექტის უხეში დაცინვა. აქედან დასკვნა კი მარტივია. ფასების კომისიამ იმუშავა ტყუილად, მაგრამ ჩვენ ეს ტყუილი ძალიან ძვირი გვიჯდება. საქმეს საღამოს ვაგრძელებთ ტრადიციულად საფონდო ბაზრების მიმოხილვით და პირველ რიგში განვლილი კვირის სავაჭრო სესიების შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც არათუ უბრალოდ კარგი, არამედ რეკორდული იყო, რადგანაც საშუალოდ გასულ კვირას ძირითადი ამერიკული ინდექსების შეფასება გაიზარდა 1%-ით და S&P 500-მაც და Nasdaq-მაც მიაღწიეს ახალ რეკორდულ მწვერვალებს. სხვათა შორის, დღევანდელი სავაჭრო სესიაც საკმაოდ პოზიტიურ ნოტაზე დაიწყო, დაახლოებით 0.9%-იანის დაგვქონდა, თუმცა ამ წუთებში ვითარება შეცვლილია, რადგანაც სულ რაღაც 30 წუთის წინ გავრცელდა რამდენიმე ისეთი ინფორმაცია, რამაც ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია. სანამ ამ ინფორმაციაზე მოგიყვებოდეთ, იქამდე შევხედოთ ინდექსების შეფასებებს. S&P 500-თან -0.5% გვაქვს, Dow Jones-თან -1%, Nasdaq-თან კი -0.5%-იანი მაჩვენებელი, აქვე კომპანიებსაც შეგვიძლია თვალი გადავავლოთ, როგორც ხედავთ, საშუალოდ 1%-ი აცვლილება, აი მაგალითად
Apple-ს აქვს -1.29%, ასევე -1%-ია Google-თან, Nvidia-სთან, თუმცა არიან კარგი შედეგის მქონე კომპანიებიც, მაგალითად დიდი ათეულიდან საუკეთესო შედეგი ამ ეტაპზე აქვს Amazon-ს, რომელიც 0.76%-ითაა გაზრდილი. ახლა კი იმ სიახლეს რომ დაუბრუნდეთ, რომელმაც ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ირანული დრონი მოხვდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებულ ყველაზე დიდ ნავთობ საწარმოს, რომელიც აწვდიდა დღემდე გლობალურ ბაზარს ნავთობს. ამან ცხადია საწარმოსთან მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, ამ ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები და არსებობს შიში და რისკი იმისა, რომ შეიძლება ირანმა კიდევ რამდენიმე თავდასხმა განახორციელოს UAE-ზე, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტად ზრდის რეგიონში არსებულ რისკებს და მშვიდობასთან დაკავშირებულ, ასე ვთქვათ, საუბარს უფრო მეტად ოცნებად და სურვილებად აქცევს, ვიდრე რეალობად. არადა იყო ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა ეს კვირა ყოფილიყო ის კვირა, როდესაც უკვე რაღაცნაირად მშვიდობისაკენ დაიწყებოდა მთელი ეს პროცესი, თუმცა როგორც ჩანს, არა, პირიქით, საერთოდ სხვა მიმართულებით მივდივართ და უფრო დეტალურად იმაზე თუ გეოპოლიტიკურად რა პოზიციას ინარჩუნებენ ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები, ამაზე მოგყვებით. რამდენიმე წუთში მანამდე კი ევროპულ ბაზარს შევხედოთ, სადაც 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დაეცა დაახლოებით 1%-ით. აზიას რაც შეეხება, შანხაისთან გვაქვს +0.11, ნიკეისთან კი +0.38%. აქვე ჩვენ ნავთობზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც აი ამ სიახლის გავრცელების ფონზე, რა თქმა უნდა, არის გაძვირებული, საშუალოდ 4.5%-ითაც კი ბრენდი უკვე $115 აღწევს, WTI-ს კი $105 ფარგლებში. ასევე მოიმატა მკვეთრად ბუნებრივი აირის ფასმა, +7% გვაქვს და უკვე მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება 49 ევროი, ანუ ნიშნულს უახლოვდება, როგორც ხედავთ, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 85, ხოლო ბუნებრივი აირი 63%-ით არის გაძვირებული, ძალიან მკვეთ მატებასთან გვაქვს საქმე. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ოქროსა და ვერცხლს, ორივე მათგანი შეფასება დაეცა, რადგანაც ინფლაციური რისკები არის მომატებული. ოქროს შემთხვევაში ფასი უნციაზე 4500-ის პარკლებში, ხოლო ვერცხლი ვაჭრება $73 დაახლოებით -3% გვაქვს, როგორც ხედავთ ერთ კვირიან პერიოდში. კრიპტოზეც ვისაუბროთ, სხვათა შორის კრიპტო ინდუსტრია არ უშინდება ამ სიახლეებს, ინარჩუნებს დგრადობას და ზრდის დინამიკას, +1.5% გვაქვს ამჟამად ბაზრის საერთო შეფასების მაჩვენებელი მატებისა, ხოლო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონი 40 მილიარდის ფარგლებშია ბიტკოინი, მაგრამ როგორც ხედავთ 80,000-იან ნიშნულსაც კი გადააჭარბა, ეთერიუმი კი უკვე 2400-იან მაჩვენებელს უახლოვდება, საშუალოდ და 1.5% გვაქვს, კაპიტალიზაცია 284 მილიარდია, ეთერიუმთან, ბიტკოინთან კი $1.607 მილიარდი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ კი ბიტკოინის, ეთერიუმის ან სხვა ნებისმიერი კრიპტოაქტივის შეძენა გსურთ, შეგიძლიათ მიმართოთ CoinMania-ს, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. აქვე ჩვენ ტრადიციულად უკვე ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავხედოთ, სადაც FTSE 100 ინდექსში უკვე ოფიციალურად შევიდა საქართველოს ბანკი, სხვათა შორის მისი აქციების შეფასება დღევანდელ სესიაზე არის შემცირებული -1.72%-ით. TBC-სთან ფაქტობრივად ანალოგიური შედეგი გვაქვს, რაღაცნაირად ორივე კომპანია ბოლო 2 კვირის განმავლობაში ერთნაირ შედეგებს აჩვენებს, ხოლო ეროვნული ვალუტა არის გამყარებული, კურსი დოლართან არის დაახლოებით 2.69, ევროსთან 3.15 ფარგლებში, ხოლო სტერლინგის არის 3.64. მოკლედ, ესეთი ვითარება და განწყობა გვაქვს ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, ხოლო საქმე საღამოს დასრულების შემდეგ თქვენ დინგელი თელარგილანდიას ავტორგადაცემა წერტილი, რომლის ანონსს ჩვენ სწორედ ახლა გავაცნობთ. უცხოელები, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის უფლება, გიდებად ვეღარ იმუშავებენ. 1 მაისიდან ძალაში შესული შეზღუდვა იყო დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის მენეჯმენტსა და გიდებს შორის შეხვედრის მთავარი თემა. რამდენად არიან უცხოელი კადრები, ქართველი გიდების კონკურენტები და რა შეცვლის ახალი რეგულაცია. ამ და სხვა თემებზე ტურიზმის ბიზნესის ხმა BMG-TV-ზე დღეს 21 საათსა და 30 წუთზე ტურისტული კომპანია Travel to Georgia-ს დირექტორი გიდი ლაშა ბერეკაშვილი წერტილში მთელარა გელანტიასთან ერთად.
სომხეთი დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჩვენმა მეზობელმა ისტორია დაწერა და გახდა პირველი სამხრეთ კავკასიური ქვეყანა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ჩატარდა. ქვეყანას არა მარტო ევროკავშირის ლიდერები, არამედ ნატოს ხელმძღვანელი, უკრაინის პრეზიდენტი და კანადის პრემიერ-მინისტრი ესტუმრნენ. რა განცხადებები გაჟღერდა დღეს ამ ისტორიულ ღონისძიებაზე, ამაზე ვცვლად ერეკლე ფოლოდიშვილი საუბრებს ერეკლეს აღმოჩნდების. ფექას აღმოჩნდობისა და მიოსალმები მაყურებელს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტმა, რომელსაც ერევანმა უმასპინძლა, გაერთიანა ლიდერები მთელი კონტინენტიდან და მის ფარგლებს გარეთაც. ისტორიაში პირველად დაესწრო ღონისძიებას კანადის ლიდერი. მათი შეხვედრის მიზანი იყო განეხილათ გლობალური უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები, ენერგეტიკული არასტაბილურობისა და ეკონომიკური გაურკვევლობის კრიზისები. სამიტი განსაკუთრებით გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან მან სომხეთი, როგორც რეგიონში ევროპის პოლიტიკურ პლაცდარმად, ისე გამოაცხადა. ამასთან სამიტზე კავკასიური მშვიდობის უპრეცედენტო მაგალითი ვიხილეთ. ღონისძიებას დაესწრო თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, ონლაინ კი შეკრებილ საზოგადოებას ილჰამ ალიევმა მიმართა. ცხადია, ჩვენი პრემიერ-მინისტრიც იქ იმყოფებოდა. მოკლედ, სომხეთმა თავი წარმოაჩინა როგორც ქვეყანამ, რომელმაც შეძლო როგორც მშვიდობის მიღწევა, ისე დასავლური კურსის შენარჩუნება. კონკრეტულ გამოსვლებზე საუბარს სწორედ ამ ქვეყნის ლიდერით, ნიკოლ ფაშინიანით ვიწყებთ. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა მერვე სამიტის ისტორიულ ხასიათს, მიესალმა მსოფლიო ლიდერთა ფართო წრეს და იმედი გამოთქვა, რომ მიღებული კოლექტიური გადაწყვეტილებები ხანგრძლივ საერთაშორისო სტაბილურობას ჩაუყრის საფუძველს. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი მოითხოვს მთლიანი ევროპის პასუხს იმ გამოწვევებზე, რომლებიც არ ჩერდება. ევროკავშირის საზღვრებთან არ ჩერდება. ამ მხრივ მან იგულისხმა როგორც კონვენციური, ისე ჰიბრიდული ომები. ფაშინიანმა თქვა, რომ მსოფლიო ლიდერებმა 360 გრადუსიანი უსაფრთხოების სტრატეგია უნდა შექმნან. ისეთი, რომელიც ყველა მხრიდან მომავალ შესაძლო საფრთხეს გაანეიტრალებს. მან ისაუბრა მეტად ავტონომიური ევროპის მნიშვნელობაზეც და თქვა, რომ კონტინენტს აქვს უნარი იმოქმედოს დამოუკიდებლად. როგორც აღნიშნე, ღონისძიების გამორჩეული მონაკვეთი იყო ვიდეო ჩართვით ილჰამ ალიევის გამოსვლაც. წარმოიდგინეთ სომხეთში ილჰამ ალიევის გამოსვლა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა სამიტზე მიწვევისთვის და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოზიციების დაახლოებას. მან აღნიშნა, რომ ორი ერი უკვე 9 თვეა დე-ფაქტო მშვიდობის პირობებში ცხოვრობს და დაიწყო პრაქტიკული სავაჭრო ურთიერთობებიც. მათ შორის პირველად ისტორიაში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში. მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო მშვიდობის ტრამპის მარშრუტი მალე დასრულდება და ის დააკავშირებს აზერბაიჯანს მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან და შექმნის შუა დერეფნის გაფართოების შესაძლებლობას. მეორე მხრივ, ალიევმა ახსენა ის უკმაყოფილებაც და არ გამორჩენია ის უკმაყოფილებაც, რაც გარკვეული ევროპული ინსტიტუტების, კერძოდ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ აქვს. მან ისინი ორმაგ სტანდარტებში სამიტზეც გააკრიტიკა. მან ევროპელები გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს. მართლაც საინტერესოა, რომ თუ 9 თვის წინ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დაძაბული იყო, ახლა ალიევი არა სომხეთს, არამედ ევროპას სომხეთიდანვე აკრიტიკებს. დროა მის მთავარ ადრესატებზე, ევროპელ ლიდერებზე გადავიდეთ, განსაკუთრებით კი ევროპული კომისიის ლიდერ და ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენზეც, რომელმაც თავის გამოსვლაში მიმდინარე ეპოქა ევროპის დამოუკიდებლობის მომენტად გამოაცხადა. ფონ დერ ლაიენის თქმით, ბოლო 4 წელმა ომებითა და კრიზისებით გამოწვეულმა ტურბულენტობამ ევროპას მწარე გაკვეთილი ჩაუტარა და ასწავლა, რომ გადამეტებული დამოკიდებულება არც ერთ ქვეყანასთან არ ვარგა. ამ მხრივ მან განსაკუთრებული ყურადღება წიაღისეულის იმპორტზე გაამახვილა და მოიყვანა რუსეთ-უკრაინის და აშშ-ირანის ომებით გამოწვეული კრიზისების მაგალითები. ფონ დერ ლაიენმა დაანონსა, რომ ევროპა უახლოეს წლებში უფრო მეტად გადავა განახლებად ენერგორესურსებზე, მათ შორის მზეზე, ქარზე და ჰიდროენერგიაზე და არც ბირთვულ ენერგიაზე იტყვის უარს. მან ასევე ხაზი გაუსვა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკულ საჭიროებას და გამოაცხადა, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირი ჯამურად 800 მილიარდს მოუყრის თავს და დახარჯავს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. თავდაცვის კუთხით გაძლიერება იყო საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთიც. მან აღნიშნა, რომ დროა დაიწყოს ევროპის სტრატეგიული ევოლუცია და ის მხოლოდ ენერგეტიკისა და შეიარაღებას კი არა,
კოსმოსის ათვისებასა და ნახევარგამტარების წარმოებასაც უნდა მოიცავდეს. საფრანგეთის ლიდერის შეფასებით, სრული დამოუკიდებლობის მიღწევა არის ის, რაც ევროპას ამ კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ მიესალმება ევროკავშირის მიერ ამერიკაზე დამოკიდებულების შემცირებას და დივერსიფიკაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დასასრულს მაკრონმა ნიკოლ ფაშინიანი გამორჩეულად შეაქო და აღნიშნა, რომ მან სამაგალითოდ შეძლო რუსული გავლენისაგან დისტანცირება და ევროპისთვის მშვიდობის სიმბოლოდ ქცევა. მოკლედ, ასეთი მართლაც საინტერესო ღონისძიება გაიმართა დღეს ერევანში, თუმცა აქ ყველაფერი არ მთავრდება, თუ 40 მსოფლიო ლიდერიდან ზოგიერთი დღეს სახლში დაბრუნდება, ხვალ სომხეთ ევროკავშირის სამიტი გაიმართება, სადაც მხარეები კიდევ უფრო დაუახლოვებენ ერთმანეთს პოზიციებს. აი ჩვენ სად ვართ ახლა? ან სად ვიქნებით ხვალ? ეს მეორე საკითხია. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. მსოფლიოში მიმდინარე ამბებით უნდა გავაგრძელოთ საქმიანი საღამო და დავიწყოთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელიც მან გააკეთა. საქმე ეხება ირანის მიერ წარდგენილ წინადადებას, რომელიც უკავშირდება სამშვიდობო შეთანხმებას. ტრამპმა განაცხადა, რომ შემოთავაზებულ ახალ სამშვიდობო გეგმას გაეცნობა, თუმცა ვერ წარმოუდგენია, რომ ის მისაღები იქნება მისთვის. თავის მხრივ ირანის ისლამური რევოლუციური გუშაღთა კორპუსთან დაკავშირებული სააგენტო ტასნიმი იტყობინება, რომ გუშინ ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებაზე საპასუხო 14 პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც გადაეგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ცხადია დოკუმენტში რა ტიპის პუნქტები ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს და ისინი ელოდებიან უკვე ამერიკის შეერთებული შტატებისგან პასუხს. ეს სააგენტო იუწყება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა თეირანი მიიჩნევს, რომ საკითხი 30 დღიან ვადაში უნდა მოგვარდეს და თეირანი ფიქრობს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე არა, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე უნდა იყოს საუბარი. ერთია რას მიიჩნევს თეირანი და რაზე საუბრობს და მეორეა ის თუ რა ინფორმაციად გავრცელდა სულ რამდენიმე წუთის წინ. პრინციპში ეს ინფორმაცია ამ ინფორმაციას თავად ტრამპიც გამოეხმაურა. მოკლედ ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მისამართით რამოდენიმე რაკეტა და ასე თქვა დრონები გაუშვა. დაახლოებით 4 რაკეტაზეა საუბარი, 3 გაანეიტრალეს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია CNBC და Al Jazeera წერს ამასთან დაკავშირებით და ერთი ჩავარდა საამიროების კონტროლირებად წყლის ზღვაში მოკლედ. დრონების შეტევაც განხორციელდა და ამ ფაქტს გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ირანმა ახლახან დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, ყველაზე მასიური შეცდომა ისტორიაში, რაც კი დაუშვიათ. მოკლედ, პრინციპში ის 14 პუნქტიანი გეგმა გადავდოთ ახლა გვერდზე და უკვე ირელევანტურია პრინციპში. ხო, ირელევანტური გამოდის, რადგან ირანმა პრაქტიკულად მაშინ დაარღვია ცეცხლის შეფულის შეთანხმება. ამ ქმედებით რა საპასუხო ნაბიჯები იქნება ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის მხრიდან, ამას ალბათ უახლოეს საათებში შეიძლება პრინციპში, რომ ალბათ გამთენი ისას გავიგებთ რა ხდება. ხო, თუმცა ფაქტია, რომ უმალ გამოეხმაურა ტრამპი ამ ამბავს. ამას განხორება და ეფექტი აუცილებლად მოყვება ბირჟებზე ასახვა უკვე ცალსახა, რაღაც საფონდო ბაზარი ეცემა და ნავთობი ძვირდება და თან აქ ისიც უნდა ითქვას, რომ მშვიდობაზე საუბარი ცოტა არ იყოს სასაცილოა, როდესაც ესხმი თავს ისეთ მეზობელ ქვეყანას, რომელიც საერთოდ შენს წინამდე გუნდში არც იყო ჩართული, UAE, ვიცით რომ პირდაპირ არანაირად არ იყო ამ ომში მონაწილე, უბრალოდ არის დაზარალებული მხოლოდ იმიტომ, რომ ის გეოგრაფიულად არის ირანის მეზობლად. აქვე ამ ყველაფრის ფონზე უნდა გამოვიხმაუროთ აუცილებლად ტრამპის ერთ-ერთ ძალიან დიდ გეგმას, მოკლედ ის პირობას იძლევა, რომ დღეიდან მოყოლებული ამერიკის ფლოტი უზრუნველყოფს ჰორმოზის სრუტიდან ჩარჩენილი კომერციული გემების გამოყვანის ოპერაციას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ესკორტის პრინციპით გამოაცილებენ იქ ჩარჩენილ ხომალდებს, მოგეხსენებათ, იქ ძალიან ბევრი ტანკერი და კომერციული გემია გაჭედილი უკვე მერამდენე თვეა, მათ ეწურებათ მარაგები, ასევე უგვიანდება ჩაკვეთების შესრულება, ზოგიერთ საერთოდაც საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა აქვს, რადგანაც ზოგადად გემი არ არის გათვლილი იმისათვის, რომ 3 თვე იყოს მაგალითად გაჭედილი ერთ ადგილას და არ იძროდეს. შესაბამისად, ამ გემებს ჭირდება შველა, ზოგიერთი გემი არის ევროპული, ზოგი არის აზიური, არ აქვს ამას მნიშვნელობა რეალურად. ნეიტრალური სახელმწიფოების წარმომადგენელი გემები არიან იქ და ამათ გამოყვანის ოპერაციას
დღეს როგორც ჩანს ამერიკა თავად უზრუნველყოფს საკუთარი რესურსებითა და ხარჯებით. ხოთა შორის ამას გამოეხმაურა ირანი და თქვეს რომ ამას არ დაუშვებენ და თუ კი ამერიკას ექნება მცდელობა ისინი საპასუხო ზომებს მიიღებენ, თუმცა საინტერესოა რა საპასუხო ზომებზეა საუბარი ამერიკულ გამანადგურებელ ხომალდს თუ ესვრიან ამით რას მოიგებენ ეგ აბსოლუტურად გაუგებარია და თუ სხვა ქვეყნის გემს ჩაძირავენ ეგეც საერთოდ გაუგებარია ვის რა სარგებელს მოუტანს ამიტომაც ჰორმუზის სრუტესთან და ირანის ომთან დაკავშირებით გაურკვევლობა იმაზე უარესია ვიდრე ეს იყო მაგალითად 1 საათის წინ უძრავ ვითარებაში ვიყავით პრინციპში ერთი კვირა-ნახევარი ვიყავით გაურკვევლობაში გლობალურად ახლა რაღაცა ქმედება ყოველ შემთხვევაში ირანმა განახორციელა არც თუ ისე კარგი გაერთიანებული საამიროებისგან რაკეტებით შეტევა და ახლა უკვე რაღაცა ეს უძრავი მდგომარეობა რაღაც მიმართულებით უნდა დაიძრას ყოველ შემთხვევაში ასეთია მოცემულობა და სამშვიდობო შეთანხმებაზე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა რომ რაღაცა საუბარი იყოს საპასუხო იერიშების მიღმა. საამიროები თემა არის პრინციპში, იმიტომ რომ როგორც ვიცით ალიანსიდან, რომელსაც ოპეკი ეწოდება, ოპეკი პლუსი, საამიროებმა დატოვა ეს ალიანსი და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ პირველი შეხვედრა გამართა. ამის შემდეგ 1 მაისიდან უკვე არაფერი გაერთიანებული საამიროები აღარ იმყოფება ოპეკში. სხდომაზე ოპეკი პლუსის წევრები ივნისში ნავთობის მოპოვების დღეში 188,000 ბარელით გაზდაზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ივნისის მაჩვენებელი მცირედი ჩამოუვარდება მაისის გეგმას ოპეკმა წარმოების დღეში 206,000 ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო მაისთან მიმართებით და შესაბამისად ამოქმედებულია 1 მაისიდან. ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში 7 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის იყო საუდის არაბეთი, რუსეთი, ერაყი, ქუვეითი, ყაზახეთი, ალჟირი და ომანი. ასევე ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაზრის სტაბილურობის მხარდასაჭერად მონაწილე მხარეებმა წარმოების მოცულობის კორექტირება 2023 წლის აპრილში გამოცხადებული ნებაყოფლობითი ვალდებულებების ფარგლებში გადაწყვიტეს. მნიშვნელოვანი ითქვას, რომ მოპოვების ახალი მოცულობა არ მოიცავს საამიროების წილს, რომელმაც დატოვა უკვე ოპეკი შესაბამისად ის თავად გადაწყვეტს. მოპოვება დღიური მაჩვენებელი რამდენი იყოს მათი ქვეყნისთვის ექსპორტო მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის დასაწყისიდან ნავთობის ფასი არის თითქმის 78% გაძვირებული და ვიცით რა მოვლენებს უკავშირდება ჰორმუზის სრუტეს მიმდინარე კონფლიქტს და გაურკვეველ ვითარებას, რომელიც მიწოდების ჯაჭვებს და შესაბამისად მოთხოვნა მიწოდების კომპონენტს ძალიან აზიანებს. მთელი ამ პროცესით რეალურად სარგებელს არავინ არ იღებს, გარდა 1-2 სახელმწიფოსა და ერთ-ერთი მათგანი არის წესით რუსეთი, რომელიც გაძვირებულ ნავთობს ყიდის ახლა იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე ამას ახერხებდა ომის დაწყებამდე, რადგანაც იმ დროს სრული ნავთობის ფასი თუ იყო დაახლოებით $23-24 ბარელზე ინდოეთისა და ჩინეთისთვის, ახლა უკვე ფასი გაორმაგებული და გასამაგებულია. ცხადია, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩრდილოეთ ფლოტს, ანუ იმ ტანკერების ქსელს, რომელსაც რუსეთი იყენებს თავისი ნავთობის გადასაზიდად. ეს ტანკერები წურავენ სხვადასხვა ქვეყნების დროშის ქვეშ, იშავენ რადარებს, გადამცემებს, ასხამენ ერთი გემიდან მეორე გემში საწვავს და მოკლედ ყველანაირ მეთოდს იყენებენ დოკუმენტების გაყალბებით დაწყებული, მოსყიდვით დამთავრებული, რათა როგორმე რუსული ნავთობი მიიტანონ დანიშნულების ადგილას. მაგრამ აი ამ პროცესის წინააღმდეგ გამოდიან როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აწესებენ სანქციებს, ასევე დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები ზოგჯერ ახორციელებენ კონფისკაციას და ახლა უკვე თელ ამ პროცესში ჩაერთო უკრაინაც, რომელმაც პირდაპირ იერიში მიიტანა 2 ძალიან დიდ ნავთობ ტანკერზე. ისინი გამოდიოდნენ ნოვოროსისკის პორტიდან, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი პორტია ეს რუსეთისთვის და ახლა უკვე უკრაინა აღარ ერიდება პირდაპირ შეტევის განხორციელებას, მათ შორის ნავთობ ტანკერების წინააღმდეგ. აქამდე ესხმოდა თავს ინფრასტრუქტურას, პორტებს, ნავთობ გადამამუშავებელ ობიექტებს, მათ შორის საწარმოებს და მომპოვებელ ობიექტებს, თუმცა ახლა უკვე ჩრდილოვანი ფლოტიც აღმოჩნდა უკრაინის ფოკუსში და სხვადასხვა ზელენსკიმ, როდესაც გაავრცელა კადრები იმ თავდასხმის ოპერაციისა, ამის შემდეგ მოაყოლა განმარტებაზე თქვა, რომ ნებისმიერი ხომალდი, რომელიც ახლა იმსახურება რუსეთს, უკვე აღარ უნდა იყოს სიფრთხილის ზონაში, მათ უნდა იცოდნენ, რომ უკრაინა არ მოერიდება და უკან არ დაიხებს და გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს იმისათვის, რომ ჩრდილოვანი ფლოტის ყველა ხომალდი იქნეს ან დაკავებული, ან ჩამორთმეული, ან ჩაძირული, მოკლედ საკმაოდ ისეთი თამამი ნაბიჯებია უკრაინას. ან წყობრიდან გამოსulis და ბევრი გამოსულია ნახევრად მდგომარეობიდან გამოსული დაცურავენ, მაგრამ
ბოლომდე გამოყვანებს რუსული მეთოდით დაცურავენ, რა. ეგრე დაცურავს და დადის იქ ბევრი ტექნიკა სხვათა შორის. უკრაინის თემა რომ გავაგრძელოთ ამ შემთხვევაში სხვა რაკურსით, პრინციპში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც შეიძლება ვიღაცის მოულოდნელი იყო. რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა და შემდეგ დაწერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ უკრაინის ამბიციებს სლოვაკეთი მხარს უჭერს. აი საერთოდ ბოლოს აყდენის გამოეცალა ახლა უკვე პუტინს ევროპაში იყო რომ გამოცლილი ქონდა უკვე რადგან კონკრეტულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ იყო შეხვედრები ევროკავშირშიც და სანქციების მეოცე პაკეტიც მიღებული იქნა და იქ სლოვაკეთის პოზიცია მიუთითებდა უკრაინის დახმარების პაკეტიც 90 მილიარდი. ბატონო, გარკვეულწილად ეს მოსაოდნელი იქნებოდა, შედგებოდა რაღაც პოლიტიკური პროცესი, რომლის შემდეგაც ფიცო ალბათ დაახლოებით ამ ტიპის განცხადებას გააკეთებდა. ციტატა რომ მოვიყვანოთ, მე დაუდასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა იყოს, განაცხადა ფიცომ და დაწერა Facebook-ზე. მისივე თქმით, ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული პოზიციების მიუხედავად ზელენსკისთან საერთო ინტერესები აქვს სლოვაკეთსა და უკრაინას შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობის არსებობის მხრივ. ფიცომ დაამატა, რომ ზელენსკისთან ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ხანმოკლე შეხვედრასაც დათანხმდა. შესაბამისად, ერევანში, როგორც ვიცით, მიმდინარეობს სამიტი და დღეს შედგა თუ არა ეს შეხვედრა, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ყოველ შემთხვევაში სავარაუდოდ ხვალ სომხეთი ევროკავშირის სამიტი არის და შესაძლებელია ფიცო და ზელენსკი ამ სამიტის ფარგლებში ხანმოკლე შეხვედრით შემოიფარგლონ, რაც მნიშვნელოვანი უკაცრავად პოლიტიკური განაცხადი იქნება. ხო, სხვადასხვა ამ სამიტის ფარგლებში ძალიან ესე იგი ამ ვის მოყოლა. ისე გამოეცალა საყდენი, რომ მეც გამომეცალა საყდენი. ხო, ამ ამბების ფონზე ერთი ის უნდა იყოს, რომ სომხეთში გამართულ სამიტზე კირ სტარმერმა, ანუ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, მისი თქმით, ბრიტანეთი ჩაერთვება 90 მილიარდ ევროიან დახმარების პაკეტში, რაც ევროკავშირმა გამოყო უკრაინისათვის და თავის წვლილს შეიტანს. უფრო კონკრეტულად რა იგულისხმება ეს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მისი თქმით, პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე და როდესაც უკვე კანონის ფორმა ექნება ამ ყველაფერს, შემდეგ გახდება ის საჯარო. სტარმერის თქმით, რეალურად ბრიტანეთი აქ ხედავს როგორც შესაძლებლობას დახმარების მიმართულებით, ასევე პოტენციალურ სარგებელს, რადგანაც ვიცით, რომ ამ 90 მილიარდიდან ლამის მესამედი იქნება დახარჯული თავად ქვეყანაზე, მაგრამ დანარჩენი ნაწილი, უდიდესი ნაწილი იქნება დახარჯული შეიარაღებაზე და თავდაცვაზე და თავად ბრიტანეთი არის შეიარაღების, მათ შორის თვითმფრინავების, რაკეტების, აგრეთვე ფლოტის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო წარმოებელი და ექსპორტიორი და შესაბამისად სტარმერი ფიქრობს, რომ შეიძლება ძალიან დიდი მოცულობის ტექნიკა მიაწოდოს ბრიტანეთმა უკრაინას და ამითი მიიღოს თავადაც სარგებელი და უკრაინასაც გაუწიოს დახმარება და შეღავათიან ფასად მიაწოდოს სამხედრო ტექნიკა. მოკლედ, დღევანდელი დღე რაღაცნაირად ისე დასრულდა, რომ უკრაინის გამარჯვებების სერია გამოვიდა, რაღაც მხარდაჭერა, წინსვლა ფრონტის ხაზზე და ახლა უკვე დახმარების პაკეტი, რომელშიც აქამდე არ იყო ჩართული ბრიტანეთი, მაგრამ ახლა უკვე ისიც გახდება ამ პაკეტის წევრი. რაც კარგი. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. დასათოს ქვეყნებიდან და საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისთვის რუსეთში ყოფნის მაქსიმალური ვადა 90-დან 180 დღემდე გახანგრძლივდა. პრემიერ-მინისტრის მიხეილ მიშუსტინის 27 აპრილს გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია, რომ რუსეთში ხანგრძლივი ყოფნის უფლების მისაღებად უცხოელმა მძღოლებმა დამატებითი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. ადგილობრივი გიდები ბაზრის მოთხოვნას აკმაყოფილებენ და საქართველოს ამ ეტაპზე უცხოენოვანი უცხოელი გიდების კვოტირებას არ საჭიროებს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გიდებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს. ადმინისტრაციამ გიდების 4 ასოციაციასთან და პროფკავშირებთან გამართა შეხვედრა, სადაც უცხოელი გიდების კვოტირების საკითხი იყო განხილვის თემა. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუთშვილი აცხადებს, რომ წელს ADB-ს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების დაფინანსებაზე ხელმოწერა იგეგმება. ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომლებიც ADB-ს პრეზიდენტთან და ხელმძღვანელ პირებთან შედგა.
ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგის Berkshire Hathaway-ის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში პირველად ინვესტორებთან შეხვედრას ლეგენდარული უორენ ბაფეტი არ უძღვებოდა, რადგან მისი პოზიცია და ტრილიონიანი კომპანიის მართვის სადავეები გრეგ აბელმა ოფიციალურად გადაიბარა. აბელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად Berkshire Hathaway-ის საოპერაციო მოგება პირველ კვარტალში 18%-ით გაიზარდა და 11.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის ფულადი რეზერვების მოცულობამ კი რეკორდულ 397 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების მოლოდინებს აჭარბებს და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ფულად რეზერვს წარმოადგენს. ეს მოცულობა იმდენად კოლოსალურია, რომ Berkshire-ს პირდაპირ 100%-ით შეუძლია Netflix-ის, Chevron-ის, Coca-Cola-ს, Alibaba-ს, HSBC-ს ან LVMH-ის ყიდვა. როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კონგლომერატმა საანგარიშო პერიოდში 8.1 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. პარალელურად კომპანიამ საკუთარი ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა განაახლა და ამ მიზნით 234 მილიონი დოლარიც დახარჯა. დაზღვევის მიმართულებით კომპანიის მოგება 29%-ით გაიზარდა და 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Geico-ს ქვედანაყოფის მაჩვენებლები 35%-ით გაუარესდა, რაც გაზრდილმა საოპერაციო ხარჯებმა განაპირობა. რაც შეეხება სარკინიგზო ბიზნესს, BNSF-ის წმინდა მოგება 13%-ით გაიზარდა და 1.4 მილიარდი დოლარი შეაღწია. აბელმა აქვე აღნიშნა, რომ სარკინიგზო სექტორში ეფექტიანობის გაზრდის პოტენციალი ისევ და ისევ არსებობს. ომაჰაში გამართულ აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე გრეგ აბელმა ხელოვნური ინტელექტის როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ტექნოლოგიას კომპანია მხოლოდ და მხოლოდ ღირებულების შესაქმნელად გამოიყენებს. აპირებს თუ არა ახალი დირექტორი AI-ში ინვესტირებას, ამ ეტაპზე უცნობია. ამასთან აბელმა ხაზი გაუსვა, რომ კონგლომერატის დაშლა ან შვილობილი კომპანიების გაყიდვა არ იგეგმება. იგი მიიჩნევს, რომ Berkshire-ის სტრუქტურა ბიუროკრატიისაგან თავისუფალია და კაპიტალის ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს. მისი შეფასებით, უორენ ბაფეტის მიერ აშენებული კონგლომერატი იმ ფორმით უნდა შენარჩუნდეს, რა ფორმითაც ახლა არის. თუმცა ის არ გამორიცხავს ოდნავ უფრო აქტიური საინვესტიციო სტრატეგიის არჩევას და შედარებით სარისკო პოზიციების გახსნას. აქვე იმასაც გეტყვით, რომ აბელის კარიერა Berkshire-ის გუნდში 1990-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც მან ენერგეტიკული კომპანია Cal Energy-ში დაიწყო მუშაობა. ეს კომპანია მოგვიანებით ბაფეტის ჰოლდინგის მფლობელობაში გადავიდა. 2018 წელს აბელი დაინიშნა ვიცე-თავმჯდომარედ არასადაზღვევო ოპერაციების მიმართულებით, რამაც მას ფართო ზედამხედველობის საშუალება მისცა Berkshire-ის მრავალფეროვან ბიზნეს პორტფელში. რკინიგზიდან დაწყებული სამრეწველო, საცალო ვაჭრობისა და საწარმოო კომპანიების მართვით დამთავრებული. ბაფეტმა აბელი თავის შემცვლელად და მემკვიდრე ჯერ კიდევ 2021 წელს დაასახელა და აღნიშნა, რომ გრეგი ფლობს კაპიტალის განაწილების ისეთივე უნარებს, როგორცაც ბაფეტი და მანგერი და თან მას კარგად ესმის Berkshire-ის ფილოსოფია. აბელი ცნობილია როგორც დეტალებზე ორიენტირებული ინოვატორი მენეჯერი, რომელიც ნამდვილად განსხვავებულია ბაფეტის შოუმენობისგან და ქარიზმისგან. ამიტომაც არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ აბელი ისეთივე ცნობილი და საკულტო ინვესტორი გახდება, როგორიც ბაფეტი ან მანგერი იყო. თუმცა ის სრულად იზიარებს ბაფეტის გრძელვადიან ფილოსოფიას, ღირებულებითი ინვესტირების და კომპანიების შესყიდვის კულტურას. ზუსტად როგორი იქნება აბელის ეპოქა, ამ ეტაპზე ძალიან რთული სათქმელია, რადგან ერთი მხრივ გვაქვს ბაფეტის ფილოსოფია, რომელსაც რთულია გადაუხვიო, ხოლო მეორე მხრივ ბაფეტის ჩრდილი, რომლიდანაც რთულია ოდესმე გამოხვიდე. ასეა თუ ისე Berkshire-ის დირექტორობა რთული საქმეა, განსაკუთრებით რთული კი ისა, რომ აბელის განკარგულებაში ახლა 397 მილიარდი დოლარია, რომლითაც აბელს პლანეტაზე ლამის ნებისმიერი ბიზნესის შეძენა შეუძლია. მის ამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას კი ყველა ელოდება და თან უწყვეტად ისმის შეკითხვა. შეძლებს თუ არა აბელი ბაფეტის ღირსეულად ჩანაცვლებას. გლობალური ბიზნეს ამბებით გავაგრძელოთ საქმიანი საღამო და დავიწყოთ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით, რომელიც თანახმადად Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა 2025 წელს კომპენსაციის სახით 158 მილიარდ 400 მილიონი დოლარი მიიღო, 158.4 მილიარდი დოლარი.
აღნიშნული ანაზღაურების პაკეტი აქციონერებმა გასულ წელს დაამტკიცეს, რაც მიზნად ისახავდა მასკის მოტივირებას, რათა მან მეტი დრო დაუთმოს ელექტრომობილების წარმოებელ კომპანიას, ნუ 1.4 რაც არის იქ 400 მილიონი ისის მეყოფოდა მოტივაციისთვის, რომ მთელი დრო დაუთმო ელექტრომობილების წარმოებას კი არა ნებისმიერ მიმართულებას, ხო? 10 წლიანი შეთანხმებაც არსებობს, ამაზე უყვებოდი ჩვენ მაყურებელს, რა თქმა უნდა, რა შემთხვევაშიც მასკი 1 ტრილიონს მიიღებს კომპენსაციის სახით, თუმცა აქ გარკვეული პირობებია დათქმული და კომპანიის კაპიტალიზაცია დაახლოებით 8 მილიარდია, ხო? 8 ტრილიონზეა, 8 ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს და ამ შემთხვევაში მიიღებს ტრილიონიან კომპენსაციას. ამჟამად ბიზნესმენი კომპანიის ხმის მიცემის უფლების 20.3% აკონტროლებს, რაც ოპციონის რეალიზაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მანამდე მასკი აცხადებდა, რომ მისი წილი დაახლოებით 15% შეადგენდა და 25%-ამდე უნდა გაზრდა, სხვა შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ დატოვებდა კომპანიას და ეს წილი სჭირდებოდა მას იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გარკვეული ძვრები და მოეხდინა, შესაბამისად სიკეთე მოეტანა ტესლასთვის. ამჟამად ტესლას საბაზრო ღირებულება 10-ზე მეტი მსხვილი ავტო კომპანიის ღირებულებასაც კი აჭარბებს. ჯამურს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში. 9 კომპანია ერთად არ არის. ყველას უსწრებს. ავტო მიმართულებით ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია და არა მარტო ავტო მიმართულებით. ტესლა დღეს მიდის მუშაობა არა მარტო ელექტრომობილების განვითარებაზე და მე ვიტყოდი მით უფრო მეტად განვითარებაზე რობოტაქსების და ასევე ჰუმანოიდი რობოტების, რომელსაც ილონ მასკმა ოპტიმუსები დაარქვა და ინვესტორებს და აქციონერებს იმედი აქვთ, რომ რობოტაქსების წარმოებაში ტესლა იქნება წარმატებული და ასევე ჰუმანოიდი რობოტების წარმოებაში იქნება წარმატებული და მათი გაყიდვების შედეგად დიდ შემოსავალს მიიღებს, ასევე 20 მილიონი ავტომობილის წარმოება დაგეგმილი და ასევე 1 მილიონი რობოტაქსის. მოკეთ, ესეთია გეგმები, რომელიც აქვს ტესლას, ილონ მასკს, რომელმაც შესანიშნავი სამოტივაციო ბონუსი მიიღო თითქმის 160 მილიარდის ოდენობით. წელსაც მიიღებს და ალბათ წელს უკვე, როდესაც SpaceX-ის IPO შედგება, უკვე ტრილიონის ქონება ისედაც ფასების კომისიაში შეგვიყვანა მასკი. ფასების კომისია. საინტერესო შედეგებს. პულზე იქნება ხორცი. ხორცის ფასი იცოდება მასკს. ხო, აქვე უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან პოტენციურ გარიგებაზე, რომელიც მოდის GameStop-ის მხრიდან. ეს არის ამერიკული ვიდეო თამაშების რიტეილერი, არის მაღაზიათა ქსელი, სადაც იყიდება ვიდეო თამაშები ფიზიკურად, დისკის ფორმით, რაც დიდად პოპულარული არ არის, არ გაგიგურდება ალბათ, რადგანაც დისკის ჩასადები აღარ აქვს უკვე კომპიუტერებზე და დისკი საერთოდ PlayStation-ს აქვს. სამდღაც აიღო, ნუ PlayStation-ის გარდა, ნუ ჩოლერ PC და ლეპტოპებისაც აქვს, ეგ ალბათ დისკს უკვე აღარ იყენებს, ყველა ციფრულად ყიდულობს თამაშს, არ ვიცი, იქნება ეს PlayStation Store-დან, Steam-დან, თუ Xbox Store-დან, არ აქვს ამას არსებითი ნიშნა. მოკლედ, აი ამ კომპანიამ, რომლის ბიზნესიც მიდის ქვესკნელისაკენ, გადაწყვიტა, რომ 56 მილიარდ დოლარად, რომელიც მას არ აქვს, უნდა შეიძინოს კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ასევე ძალიან ცუდ ტრაექტორიას ადგას და ეს კომპანია არის eBay. ყველას ალბათ ერთხელ მაინც ცნობილი კომპანია, რომელიც არის ერთდროს რევოლუციური eBay რაღაც. რევოლუციური ხა Amazon-ია, რომელიც გადის. უბრალოდ Amazon-მა ჩაყლაპა eBay და საერთოდ მის არსებობას აზრი დაუკარგა და GameStop-ს ყველაზე ამბიციური მიზანი ის აქვს, რომ ამ 56 მილიარდიანი ინვესტიციით eBay აქციოს Amazon-ის კონკურენტად. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ Amazon-ის კონკურენტობა ვინც გადაწყვიტა, ყველა გააკოტრდა, საერთოდ ყველა რაღაც ესეთი ოქროს წესია სილიკონის ველზე, რომ Amazon-ი ჯეფ ბეზოსის წინააღმდეგ თუ წახვალ ალბათ გაკოტრდები დაახლოებით 1 წელიწადში და ნუ ამ გზას ადგება ახლა უკვე GameStop-ი, რომელსაც ცდილობს კარგი შედეგები არ ქონია აქამდე და უნდა შეიძინოს ვალით 20 მილიარდის ვალით ეს კომპანია და ნახევარი თავისი აქციების გაცვლით, მოკლედ რაღაცნაირად არ აქვს უბრალოდ ეს ფული და უნდათ რომ არ საიდან აწიონ ფული და იყიდონ კომპანია. რამდენად გამოუვა ჯერ ეს შესყიდვა ეს ერთი საკითხია, საერთოდ ვინ მიცემს ამდენ ვალს ამ კომპანიას და მეორე საკითხი ის არის რომ რანაირად უნდა დააყენონ ფეხზე eBay, ეგ ერთი და როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა Amazon-ს, რომლის შეფასება არის 3 ტრილიონი დოლარი. Amazon-ი უფრო დიდია ვიდრე ქვეყნების აბსოლუტური უმეტესობა და ნუ ჯეფ ბეზოსი ვიცით როგორი ბიზნესმენიც არის, ის მზად არის 20 წელი ამუშავოს კომპანიას ზარალზე, ოღონდ ყველა კონკურენტი 10 წელიწადში თუ GameStop-ი იყო Amazon-ზე ტრილიონიანი კაპიტალიზაცია და Amazon-ი თუ გაკოტრებული
აი მე შეგიძლიათ დავწერ. მე მოჭრიან ამ ვიდეოს გიორგი. მოჭრიან და მოიყენებენ სადაც. მივიღებ დაცინვებს საფუძვლიანად. და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც უკავშირდება ავიაკომპანიას ორი გაკოტრების პროცესის და ტრამპის ადმინისტრაციასთან ფინანსური დახმარების თაობაზე, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ 34 წლიანი ისტორიის მქონე Spirit Airlines-ი დაიხურა კომპანიის კოლაფსის შედეგად სამსახური 17,000-მა თანამშრომელმა დაკარგა. პირდაპირ დახურეს კომპანია. არაფერს არ აგზელებია. კი ბატონო, იყო ორჯერ გაკოტრება, იყო ბრძოლა, ასე ვთქვათ, გადარჩენისთვის, თუმცა ამ გადარჩენისთვის ბრძოლაში Spirit-ი დამარცხდა და 17,000 თანამშრომელი დარჩა სამსახურის გარეშე, თუმცა მაღალკვალიფიციური კადრები სავარაუდოდ მოახერხებენ სხვადასხვა ავიაკომპანიებში გადანაწილებას და ჩვენ აქედან რა წარმატება უსურვოთ, იმიტომ რომ სამუშაო ადგილის დაკარგვა მაინც სასიამოვნო არ არის. ყველა ავიახაზები ძალიან რთულ მდგომარეობაში საფრთხის გამო. ხო და ამიტომ Spirit-იც ბოლო პერიოდში რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ავიასაწვევის გაძვირების შედეგად, ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციასთან გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა ეს მოლაპარაკებები დასრულდა წარუმატებლად. ის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, ძალიან მოქნილი და აგრესიული იყო ბაზარზე ფასებთან მიმართებით და მცირე მარჟით მუშაობდა. ხო, პრინციპში აკონტროლებდა, არ აძლევდა საშუალებას სხვა კომპანიებს, რომ ფასები გაეზარდათ, რადგან Spirit-ი საკმაოდ კონკურენტული იყო. ამ შემთხვევაში დღეს ის ბაზრიდან გავიდა და რაც საშუალებას მისცემს სხვა ავიაკომპანიებსაც, რომ ფასების ზრდის მიმართულებით უფრო მოქნილები გახდნენ. ასევე მნიშვნელოვანია Spirit-ის პრობლემები ახლა არ დაწყებულა, COVID-ის პერიოდი იყო, ჩავარდნა შესაბამისად ფინანსური პრობლემები, შემდეგ ისინი ფიქრობდნენ, ასე ვთქვათ, გაერთიანებას ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან, თუმცა ეს გაერთიანება შესაბამისად არ შედგა და ზოგადად, როდესაც პოსტ-პანდემიურ პერიოდში დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ძალიან გაუჭირდათ, Spirit-იც ამ ავიაკომპანიების რიცხვში აღმოჩნდა. სხვათა შორის ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაკომპანიები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, როგორც ვახსენდა, მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ და ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობასაც მიმართა გაერთიანება, რომელშიც Spirit-იც იყო დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებაზეა საუბარი. ჯერჯერობით ადმინისტრაციას გადაწყვეტილება არ მიუღია და ეხმარება თუ არა ადგილობრივ ავიაკომპანიებს, თუმცა ჩვენ ეს ვახსენებთ, რომ სავარაუდოდ ამ დახმარებას კომპანიები მიიღებენ, რადგან ავიასექტორი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო ავიაკომპანიები, თუმცა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავიასექტორი გამართული იყოს. Spirit-ი ამ ბაზარს ემშვიდობება, ეს გამორჩეული კომპანია იყო. ფერებითაც მათ შორის და მარკეტინგული კამპანიებით, რომელსაც ის აწარმოებდა, ერთხელ მაინც ალბათ შეგხვედრია, თუ არ გვიფრენია Spirit Airlines-ის ავიახაზი. ყვითელი ფერი ყველას მოხვედრია ალბათ. საქმე ისაა, დღეს ამი დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა.